კლასიკური მუსიკის საღამოების დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც სტარტი 2024 წელს აიღო. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა ის და მთელი წლის განმავლობაში აერთიანებდა ქვეყნის არაერთ ქალაქს. დღეს ჩვენი სტუმარია თამარ ლიჩელი, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მოგესალმებით. რამდენიმე თვეა უკვე როგორც აღვნიშნეთ მიმდინარეობს ეს პროექტი და აი ამ თვეების განმავლობაში ხვალ არის დასკვნითი კონცერტი. როგორ შეაფასებდით მიმდინარეობას ამ პროექტის? დიახ, უკვე საკმაოდ ჩვენ შარშან დავიწყეთ ეს პროექტი საფუძველი ჩაყარა, მაგრამ შარშანდელი ფორმატი უფრო მოგრძალებული იყო, მხოლოდ 3 კონცერტი ჩავატარეთ, თუმცა გამოხმაურება ძალიან დიდი ქონდა ამ კონცერტებს უკვე და წელს ბევრად უფრო მეტად გაიზარდა მასშტაბი. ბევრ რამეში გამოიხატა ეს უპირველეს ყოვლისა დავამატეთ საგანმანათლებლო მიმართულება, რაც გულისხმობს, რომ არაერთი მასტერკლასი და შეხვედრა ჩავატარეთ სხვადასხვა რეგიონში არაჩვეულებრივ ახალგაზრდებთან. 10-ზე მეტი კონცერტი ჩატარდა ჟანრულად ძალიან მრავალფეროვანი და რაღაცნაირად გული მწყდება მეც და ჩემს კოლეგებსაც, რომ აი ხვალ წლევანდელი აი ჩვენი მუსიკალური საღამოების დასკვნითი კონცერტია. ყველაფერი წინ არის დარწმუნებული ვარ და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით დიდ მადლობას გადავუხდით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, კომპოზიტორთა კავშირი. ხვალინდელ კონცერტზე იცით ძალიან ისეთი პროგრამა იქნება, რომელსაც ყველა მოსმენს ძალიან დიდი სიამოვნებით. მაგალითად რაღაც თუ შეგვიძლია ამის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ ალოიზ მიზანდარის რომანსი შესრულდება, რომელიც ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა, იმიტომ რომ ეს გახლავთ პირველი ბეჭდური ქართული ნაწარმოები. 1863 წელს გამოიცა თუ არ ვცდები და ამ ხრივ ძალიან და არც სრულდება. დიახ და აი ამ თვალსაზრისით მე მგონი ძალიან ულამაზესი რომანსია. გარდა ამისა შესრულდება ისეთი ნაწარმოებები, რაც ჩვენ ძალიან შევიყვარეთ აი ამ პერიოდის მანძილზე შემსრულებლებმაც, მსმენელმაც და გვექნება პრემიერა მაკავერ სალაძის ნაწარმოებისა, რომელიც მას სპეციალურად აი ჩემი დიდი თხოვნით რაღაცა უმოკლეს დროში სწორედ ამ კონცერტისთვის, ჩვენი პროექტისთვის შექმნა და ძალიან ესეთი ცოტა არარეალურადაც მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ძალიან უჩვეულო შემადგენლობა შევთავაზე მაკას, რადგან მინდოდა რომ ყველა მონაწილე ერთად ყოფილიყო სცენაზე. ამიტომ აქ იქნება როგორც ფორტეპიანო ოთხხელში, ასევე ჩელო, ვიოლინო, ვოკალი, დოლი, ესე იგი, აი ყველაფერს მოიცავს და რა ვიცი, უმოკლეს დროში მაკამ ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა და ზოგადად განმავლობაში როგორც ვთქვი, თავარი პრინციპი არის რომ ქართული კლასიკური მუსიკა შესრულდეს და იქნება ეს სოლო შემსრულებლები, ორკესტრის სხვადასხვა შემადგენლობები, ეს ყველაფერი ერგება იმას, რაც არის შერჩეული პროგრამაში. სწორედ აი ამაშია ამ ერთ-ერთი მიმართულება ჩვენი პროექტისა, რომ ქართული მუსიკა წარმოშდეს, რაც შეიძლება მრავალფეროვნად და საბედნიეროდ გვაქვს ის რეპერტუარი, რაც იძლევა ამის შესაძლებლობას და აი მე დავუბრუნდები ჩვენს პრემიერას თუ შეიძლება მახარებს ის, რომ სწორედ ამ პროექტისთვის არაერთი ნაწარმოები უკვე დაიწერა. და ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ მაქვს სურვილი, რომ აი ამ რეპერტუარში ისეთი გარკვევა, რომ ძალიან ღრმად როცა ჩავეძიე, აღმოჩნდა, რომ აი რაღაცა მიმართულებებში ცოტა თქვათ იქ ჩასაბერებს, კლარნეტისთვის არაჩვეულებრივი რეპერტუარია, მაგრამ თქვათ ფლეიტისთვის ნაკლებად არის. ქართული ხა გენიალური სონატა თაქთაქიშვილის არის, რასაც ხვალ შევასრულებთ, მაგრამ აი რაღაცა მიმართულებები, რასაც თქვათ უკეთესი იქნებოდა, რომ მეტი მინდა რომ ამას ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი სტიმული იქნება როგორც შემსრულებლებისთვის, კომპოზიტორებისთვის, რა თქმა უნდა და თქვენის ნებართვით ჩამოვთვლის შემსრულებლებს, არაჩვეულებრივ შემსრულებლებს, ვინც ხვალ მონაწილეობას ღებულობს აი ჩვენს დასკვნით კონცერტში. ჩემთან ერთად იქნებიან ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი, ირაკლი ოსტაფიშვილი, გიორგი ხაინდრავა, მეგრე ჩიხრაძე და ზოგადად აი მინდა რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ შემსრულებელს, ვინც მთელი წლის მანძილზე ჩვენთან ერთად იყო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ამ პროექტის მიმართულება გარდა იმისა, რომ ქართულ მუსიკას გაუწიოს პოპულარიზაცია, გახლავთ ის, რომ გაერთიანოს და წარმოაჩინოს საქართველოში
ცხოვრები არაჩვეულებრივი ქართველი მუსიკოსები. და ალბათ კიდევ იმასაც უწყობს ხელს, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ნაწარმოები იყო, რომელიც არც სრულდებოდა სხვათა შორის და განსაკუთრებელია დიახ და შესრულდება მომავალშიც და ისევე როგორც აქამდე უკვე არაერთი პრემიერა ჰქონდა და არაერთი ნაწარმოები დაიწერა სწორედ ჩვენი კონცერტებისთვის, ეს იქნება საბრძოლს ჩაუყრის იმას, რომ მომავალში განავითაროთ. რამდენ ბევრ ქალაქში იყავით ხო? ანუ კონცერტი ქონდა. ჩვენ კონცერტები ჩავატარეთ თელავში, ბათუმში, ბორჯომში, ქუთაისში, ზესტაფონში, სენაკში და შემდეგ წელს გვინდა რომ მოვიცვათ ის რეგიონები, სადაც არ ყოფილვართ და ასე თანდათან ქართული მუსიკა. იცით რა, ძალიან ხშირად სრულდება, მაგრამ აი კონკრეტულად იმ იდეით, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები ერთად ასრულებდნენ სწორედ ქართულ მუსიკას, ეს არის პირველი შემთხვევა. პირველი და ძალიან კარგი ძალიან შემთხვევა მე მგონი მნიშვნელოვანი, დიახ. წარმატებას გისურვებთ. არ გითხოვს მე მგონი სად და რომელ საათზე. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხვალ 3 დეკემბერს 6 საათზე დასწრება თავისუფალია, აქვე დავამატებ და ველოდებით მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა. თითქოს მთავრდება ხო ეს რაღაცა ეს ეტაპი, მაგრამ ალბათ უკვე მზადებას დაიწყებთ უკვე შემდეგი ეტაპისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატება გექნებათ ისეთივე როგორიც ახლა გქონდათ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ყველა საქმეში გამარჯობა თქვენ. მადლობა. მადლობა.